მოიგო 3 თვე. შესაბამისად ემილ ისმაილოვი და ვახრამ დოვლატბეგიანი მიიღებენ აქ ბრინჯაოს მედლებს. ეს გახლავთ დენის ალექსანდრესკუ რუმინეთი. Opponent, Jordan Bueno, Spain. მეორე ფინალისტი რუმინელებს ყავთ დიმეტროსანი დენის კუკუ. და ესპანელებს აქვს აქ მოპოვებული. გოგონებში ყავდათ ერთი ჩემპიონი, ბიჭებში ესპანელებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს და ეხლა უტევენ ოქროს მედალს. ედუარდ მარდანოვი იქნება აი ამ შეხვედრის რეფერი და თვლელი მსაჯების ბრიგადაც ძირითადად ქართულია ერთი უცხოელი მსაჯი ყავს აქ. ორივე მემარჯვენე ყავს მოარტყა იგივე ალექსანდრესკუმ. ამჯერად პასუხი ესპანელის მარცხენა ხელით დაიწყო, ხომგარდმა და მოარტყა მარცხენა ხუთი. კიდევ ერთი მცდელობა მის მხრიდან. შემდეგ მოსავშიც მოსინჯა მეტოქე. უფრო აქტიური არის ბუენო ხოდა პირველი შეტევა ხონდა ალექსანდრესკუს, მაგრამ შემდეგ უფრო ესპანელი იწყებს ხოლმე. აი მომდევნო მონაკეთებში. კიდევ ერთი მარჯვენა ამჯერად რაუნდის მიიწურა და სავარაუდოდ მოიგო ბუენო ხოდარმა, ვერ გავდეთ ამაზე თავს, მაგრამ მალევე გვეცოდინება ხარ ვაღარ მიმარჩიელოთ. ალექსანდრესკუს უნდა როგორც ჩას უკეთეს დასაწყისი 3 თვე ჯერ მოკლედ არაფერი არ გადაწყვეტილა.
წეუტია ალექსანდრესკუმ, თუმცა უშედეგოდ. კაც მიჭდა ყოველ შემთხვევაში შედევის დასაწყისში მარცხენა ხელით ხოლდარი შემდეგ ესპანელებს საკმაოდ დიდი გუნდით იყვნენ ჩამოსულები ბიჭებში მათ ყავდა 9 წარმომადგენელი აქედან და რა გავიდა მეოთხე ფინალში, მაგრამ შემდეგ ცოტა მოუკლეს. მეორე ფინალში მხოლოდ 3 კაცი ყავდათ. და ფინალში ყავდა ის ერთი. იმ ქალებს არ გულისხმობ, იქ გოგონებში უელგა გარსია გახდა უკვე ჩემპიონი 51 კილოში. მუცელში მოხდა ამჯერად კარგად დაუხდა ალექსანდრესკუ, ახაც უფრო შეტევის დამწყება გეორგინა და ბუენო ხოლდარი. უკან დახევისას მოვარტყაებთ კარგი მარჯვენა ალექსანდრესკუ. შემდეგი შეტევა უკვე ესპანელის იყო. რაუნდიც მიიწურა. აქ მიწესით 3-2 იყო და თუ იმავე მსაჯმა მისცა ალექსანდრესკუს, მაშინ ბევრიდან გაირკვევა. თუ არა და სხვა განაწილებაზე ყველაფერი უნდა გაარკვიოს მესამე რაუნდმა. ზუსტად ისე მოხდა 23-28 აქ ალექსანდრესკუს, 1-28 აქ ბუენო ხოლდარს და ასეთივე სიტუაცია იყო თუ გახსოვთ შალვა ბევიძის შეხვედრაში ტიგრან კირაკოსი. ანუ აქ რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, დენის ალექსანდრესკუმ მოიპოვებს რუმინეთისთვის პირველ ოქროს მედალს. ათვით ჭირდება ესპანეთს მინიმუმ 1 საჭთან. ერთთან მოგებული აქვს და 10 თუ იქნა ცხადია 5 საჭთან მოიგებს. ან მეტოქის გაფრთხილება ქონდა ესეთ შემთხვევები ამ ტურნირზე საკმაოდ მრავლად. შუა წავიდეთ აი ბუენო ხოლდარის მეტოქეს დოვლად ბეგია ზუსტად ესეთივე უპირატესობა ქონდა ნახევარფინალში, მაგრამ მიიღო გაფრთხილება, რაც დაუჯდა ფინალში გასვლის შანსის დაკარგვად. შემდეგი ფინალი გვაქვს ალი ბაღიშოვი, აზერბაიჯანი და სანდრო პაპანაძე. საქართველოს მომდევნო ორი ფინალი ქართულ-აზერბაიჯანული იქნება, შემდეგ შახინ ასლანოვი და ნიკა პაპავა. მოაწყო ხოლდარმა თავის თანაგუნდელების აპლოდისმენტების დაიმსახურა. ყოველ დაწყმაზე ოლეს ხვირიან ესპანელები, მაგრამ არ ვიცი ეს ამდენი ოლე. ბევრი ოლე ჭირდება ეხლა ბუენო ხოლდარს ამბრძოლის მოსატრიალებლად. იცის ნამდვილად რომ 10 თვე ჭირდება.
აბა ძანძნელია ხე შეკვეთით ორი თანაბარი დონის მოკრივია და უცებ მოუგო იმას 10 თვა ძალიან ძნელია. ანუ 10 თვა არის საგრძნობი უპირატესობით გამარჯვება რა ხდება აქ მეგონი. არა ფერი ხდება თორმა აქ მოსაწესრიგებელი ჩაფხუტი კერძოდ მოენა ხოდავს. სასწრაფოდ გამოვიდა არ უნდა ერთი წამის დაკარგვა. ასეთი შემართებით რო ყოფილიყო ხოდარი შეიძლება მოეგო კიდევაც ის პირველი ორი რაუნდი აქ ალექსანდრ შტოც ჰქონდა მინიმუმ ორი საპასუხო დარტყმა არც ისეა საქმე რომ ხოდარი იგებდეს ამ რაუნდს უბრალოდ მეტად აქტიურია ის მეტი დარტყმა აქვს ამას მსაჯები ითვლიან თვითონაც მით უმეტეს არ გავს ეს რაუნდი ძალიან დიდი ალბათობით 99% ძნელია ამის ალბათობა ზუსტად ვერ დაითვლი კაცი, მაგრამ ალესანდრესკუ შეინარჩუნებს ამ პირველ რაუნდში მოპოვებულ უპირატესობას. არა ის ძალიან თავდაჯერებულია ალექსანდრესკუ აცხრობს ის ამ მithumetes რაუნდის ბოლოში ყველა შეტევაში ძალიან ტექნიკურად უახერხა მეტოქის გაჩერება. და ისე რომ გასულდა ეს ბრძოლა რაღაც სასაული თუ არ მოხდა დენის ალექსანდრესკუ ხდება კაკაურიზის ტურნირის გამარჯვებული. მეორე ადგილზე გავა ბუენა ხოდარი და მესამე ადგილზე გავიდნენ ემილ ისმაილოვი საქართველო და ვახრამ დოვლათბეგიანის სომხეთი. ახლა გამოცხადდება საბოლოო შედეგი. და ესპანეთში დაასრულებს ასე ქალებში 1 ოქრო 1 ბრინჯაო, კაცებში 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო, ჯამურად 1 ოქრო 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი. Bueno, joder, sin media, ¿cómo digo? I run the streets sitting sideways, a little sunshine through the rain. These boys rolling to the top of the chart. I finish what I start with a hustle's hard. Hot on the block, so I drop the AC. Ice the mind's dead, playing tunes by the sea. It's the people's jam mixed with the street king. Diamond in the rough. და ემილ ესმაილოვ შეეძლო ამ ტურნირის მოგება, თუმცა იქ არაფერი თავარია მას წინ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი, ახალგაზრდული ოლიმპიადა. International boxing tournaments by split decision in the blue corner. Buenos Aires. მეორე თვოიგო ეს ბუენო ხოდარმა ნახოთ აბა რომ საჯმა მისცა მას 10 თვა. Styrofoam cup, yeah the vibe is top rank, putting heavy numbers inside of the bank. I'm on the streets while კი ბატონო, მესამე საჯი 5 თვალი მოიგო, კი ბატონო, მოიგო და ეს 10 თვა კაგალში გათანაბრდა და პრეარ შეიძლება კლუბში უნდა დაასახელო გამარჯვებული. მესამე საჯმა მისცა